მოგესალმებით. ევროკავშირი უკვე დიდი ხანია დაშორდა იმ ღირებულებებს, რომლის გარშემოც ორგანიზაცია შეიქმნა. დემოკრატია, სიტყვის, მედიისა და გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, თავისუფალი მედია. ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ევროკრატებისა და ევროპელი ბიუროკრატებისთვის მთავარი არის არა ამომრჩევლისა და მოსახლეობის ინტერესი, არამედ იმ ღირებულებების დამკვიდრება, რომელსაც Deep State უკვეთავს. ასეთი კი არის LGBT იდეოლოგია, არალეგალური მიგრაცია და მოსახლეობის ჩანაცვლება, ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლა, წევრი ქვეყნებისთვის სუვერენიტეტის სრულად ჩამორთმევა. ამ მიზნების მიღწევას ფინანსური სახსრები სჭირდება, ამისთვის წყარო კი ევროკავშირის ბიუჯეტია. ევროკავშირში ცხარე კამათი არის გამართული იმაზე, თუ რა რაოდენობის უნდა იყოს 2028-2034 წლების ბიუჯეტი და რა მიმართულებით რამდენი უნდა იხარჯებოდეს. ეს კამათი ყველაფერს ეხება, დაწყებული ენერგეტიკული საჭიროებებიდან და დასრულებული თავდაცვის ხარჯებით. ნუ დაგვაწყდება, რომ ევროკავშირი ენერგო დამოკიდებულია და საჭირო რაოდენობის 57%-ის იმპორტს ახორციელებს. ირანში ომის დაწყებისა და ჰორმუზის სრუტეში შექმნილი კრიზისის გამო დამატებით 60 მილიარდი ევრო დაიხარჯა წიაღისეულის საწვავის იმპორტზე. ეს კარგად აჩვენებს, რომ ენერგომატარებლებზე ფასების ყოველი შოკი, მიწოდების შეფერხება ან გეოპოლიტიკური კრიზისი საბოლოოდ ევროპულ ოჯახებსა და ბიზნესებს აზარალებს. აქ კი ევროკავშირის მოწყვლადი მდგომარეობა ჩანს ენერგეტიკულ კრიზისებთან მიმართებით. ასეთ დროს ევროკომისიის შეფასებით ელექტრიფიკაციისა და სისტემის ინტეგრაციის მხარდასაჭერად 2030 წლისთვის ქსელში დაახლოებით 600 მილიარდი ევროს ინვესტიცია იქნება საჭირო. თუმცა ევროპას ჯერ კიდევ უჭირს ამის ბიუჯეტურ პრიორიტეტებად გარდაქმნა. სამაგიეროდ მკაფიოდ არის მონიშნული ის პრიორიტეტები, სადაც ბრიუსელის ბიუროკრატიას ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა არათუ არ ენანება, პირიქით მაქსიმუმს აკეთებენ საიმისოდ, რომ თანხები ამ მიმართულებით წავიდეს. საუბარია თავდაცვის გეგმებზე. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საუბრობს იმაზე, რომ 2028-2034 წლების ევროკავშირის ბიუჯეტში 200 მილიარდი ევრო თავდაცვის ხარჯებისთვის უნდა იყოს გადადებული. მისი ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში და ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ანდრიუს კუბილიუსი კი იმით აგულიანებს ევროპელებს, რომ თუ მშვიდობა სურთ, ომისთვის უნდა მოემზადონ. თუმცა როგორიც არ უნდა იყოს მზადება და სურვილი, რაც შეიძლება მეტი იხარჯებოდეს თავდაცვაზე, ახალი ბიუჯეტის საკითხმა ევროკავშირის წევრი ქვეყნები კიდევ ერთხელ დააპირისპირა. ევროკავშირის შედარებით უფრო მდიდარ ქვეყნებს ბიუჯეტში იმაზე მეტი შეაქვთ, ვიდრე იღებენ, ხოლო შედარებით ღარიბი ქვეყნები იმაზე მეტს იღებენ, ვიდრე ბიუჯეტში შეაქვთ. ყოველ 7 წელიწადში ერთხელ კი ამ ორ ჯგუფს შორის ერთსულოვნების მისაღწევად და ბიუჯეტის დასამტკიცებლად სასტიკი ბრძოლა იმართება. მაისის ბოლოს პატარა ქვეყნების ჯგუფმა ხელი მოაწერა მოწოდება სოფლის მეურნეობისა და რეგიონული პოლიტიკის დაფინანსების გაზრდის შესახებ. ამას მხარი დაუჭირეს ბულგარეთის, ხორვატიის, ესტონეთის, საბერძნეთის, იტალიის, ლატვიის, ლიტვის, მალტის, პოლონეთის, პორტუგალიის, ჩეხეთის, რუმინეთის, სლოვენიის, სლოვაკეთის, ესპანეთის და უნგრეთის წარმომადგენლებმა. დიდმა ქვეყნებმა, გერმანიამ, ნიდერლანდებმა, დანიამ, შვედეთმა, ფინეთმა და ავსტრიამ განაცხადეს, რომ ხარჯების ნებისმიერი ზრდა მიუღებელია. მეტიც, გერმანია ევროკავშირის ბიუჯეტის 400 მილიარდი ევროთი შემცირებას მოითხოვს. ამ დაპირისპირების გამო ბიუჯეტის განხილვა ოქტომბრისთვის გადაიდო, მაგრამ არ იცვლება მოცემულობა და შეკითხვა. ხარჯავს კი ევროკავშირი თანხებს იმ მიმართულებით, რაც უკეთესია ევროპის ინტერესებისთვის. გიორგი მდივანის სიუჟეტში ნახავთ, რამდენად რეალისტურია ევროკავშირის მომავალი წლების ბიუჯეტი და რაში დაიხარჯება ის. რაც უფრო მეტი დრო გადის, რაც უფრო მეტად აჭიანურებს ევროკავშირი უკრაინის ომს, მით უფრო მეტი ხვრელი და ბზარი ჩნდება ევროგაერთიანების ბიუჯეტში. ევროკავშირმა ახალი ბიუჯეტის განხილვა დაიწყო აქტიურად, რაც მომდევნო 7 წელს შეეხება. ეს განხილვები ფინალურ ფაზაში შევიდა, მაგრამ აქ სულ უფრო დიდი წინააღმდეგობა და დაპირისპირება გამოჩნდა ევროპული ქვეყნების შიგნით. სანამ ამ საკითხის დეტალურ განხილვაზე გადავალთ, მაყურებელს აუხსნათ თუ როგორ ხდება ევროკავშირის ბიუჯეტის შედგენა. ეს საკმაოდ რთული და ჩახლართული პროცესია. აქამდე არსებული პრაქტიკით ევროკავშირის
ევროკავშირის ბიუჯეტი წევრი ქვეყნების შენატანებისგან დგებოდა. შესაბამისად, ევროპის მასშტაბით შედარებით დიდი ქვეყნები და ეკონომიკები უფრო მეც იხდიდნენ, ვიდრე შედარებით ღარიბი და სუსტი ქვეყნები. 2024 წლის მონაცემების ანალიზით ჩანს, რომ ძირითადი კონტრიბუტორები ევროკავშირის ბიუჯეტში გერმანია და საფრანგეთი იყვნენ. მათ მოსდევდნენ ნორდიკული ქვეყნები. ანუ ძირითადი ფინანსური დატვირთვა იმ ქვეყნებზე მოდიოდა, სადაც ხანგრძლივი ეკონომიკური რეცესია შეინიშნება, სადაც მმართველ პოლიტიკურ კლასს ლეგიტიმაციის უდიდესი პრობლემები აქვს და საკუთარ კრიზისს ვერ გამკლავებიან ნორმალურად. ევროკავშირის ბიუჯეტი ფორმალურად შემდეგნაირად დგება. ევროკომისია, რომელიც ხალხს არ აურჩევია, ბიუჯეტის ვერსიას ამზადებს. შემდეგ ევროპარლამენტს ეს ფორმალურად უნდა დაადასტურებინონ და ამის შემდეგ უკვე ევროკავშირის საბჭო ამტკიცებს საბოლოო ვერსიას. გუშინ კოლეგიამ მიიღო კომისიის წინადადება მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს MFF 2028-2034 წლების ბიუჯეტის შესახებ. ეს არის 2 ტრილიონიანი ბიუჯეტი ახალი ეპოქისთვის. ეს არის ბიუჯეტი, რომელიც შეესაბამება ევროპის ამბიციებს, პასუხობს ევროპის გამოწვევებს და ამტკიცებს ჩვენს დამოუკიდებლობას. ბიუჯეტი უფრო დიდია, უფრო ჭკვიანურია და უფრო მიზანმიმართულია. თუ წინა ბიუჯეტი, რაც 2021-27 წლებზე იყო გათვლილი, 1.2 ტრილიონ ევრო შეადგენდა, ახლა ბრიუსელის დანიშნულ ბიუროკრატებს მისი გაზრდა რეკორდულ მაჩვენებლამდე სურთ, 2 ტრილიონ ევრომდე. რა შეიძლება ითქვას? ბრიუსელის ევროჩინოვნიკების სიხარბეს და სიბრიყვეს საზღვარი არ გააჩნია. როგორც ჩანს, ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით ევროკომისია საკუთარი ძალაუფლების გამყარებითაა დაკავებული. ეს ევროკავშირის ისტორიაში ყველაზე ამბიციური ბიუჯეტია, როგორც ფრაუ ფონ დერ ლაიენი აცხადებს. რეალურად კი ეს არა ამბიციური, არამედ ყველაზე არაადეკვატური ბიუჯეტია, რაც ყოველგვარ რეალურ ანალიზსაა მოკლებული და თამამად შეიძლება ყველაზე არარაციონალური ბიუჯეტი უწოდოთ. ევროკომისია კიდევ ერთხელ ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ მას ევროკავშირის ფინანსური მდგომარეობის სიმძიმე არ ესმის, ან უბრალოდ არ უნდა რომ გაიგოს. ეს ბრიუსელის ევრომარიონეტების მხრიდან მეგალომანიის უსუსური მცდელობაა. მოდით ავხსნათ რა გვაძლევს ამის მტკიცების საშუალებას. ევროკომისია და ევროინსტიტუტების ლიდერები ცდილობენ ისე წარმოაჩინონ თავი, რომ მათ ეკონომიკური კრიზისი და უკრაინის ომის გაგრძელება ვერაფერს დააკლებს და ბიუჯეტს წარმოუდგენლად ზრდიან. აი ვალებში ჩაფლული ადამიანი სულ უფრო მეტ და სულ უფრო დიდ ვალს რომ იღებს წინავალების გასასტუმრებლად, ეგრეა ევროკავშირის საქმე. პირველი და უმთავრესი პრობლემა იმაში კი არაა, რომ ევროგაერთიანების ბიუჯეტი დიდია. პრობლემა იმაშია, რომ ბიუჯეტი გაუმართლებლად დიდია. პრობლემა იმაშია, რომ ევროკავშირი მეტ ფულს თხოვს წევრ ქვეყნებს, იმის დემონსტრირების გარეშე, რომ არსებულმა ხარჯვის მექანიზმებმა გარკვეული პროპორციული შედეგი მოიტანა. მეორე, ევროკავშირის ბიუჯეტი ლიბერალური დღის წესრიგისთვის დამახასიათებელ ყველა ტრენდს მიემოეტება. თავდაცვას, მიგრაციას, კლიმატურ ცვლილებებს, ენერგოპოლიტიკას, მაგრამ მთავარ პრიორიტეტს ვერ ასახელებს. მთავარი პრიორიტეტი კი, რა თქმა უნდა, ევროპის მომავალზე მოფიქრალი ნებისმიერი ლიდერისთვის ეს კონტინენტის ეკონომიკური გაჯანსაღება. გლობალურ ტექნოლოგიურ ბოლაში მისი ჩამორჩენის აღმოფხვრა და ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს, მაგრამ არა ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის. მესამე, 2028-2034 წლების ბიუჯეტის სამუშაო ვერსია 200 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს თავდაცვის მიზნებზე ახალი ევროპული კონკურენტუნარიანობის ფონდის ფარგლებში. ეს კი სამხედრო ბიუჯეტის ხუთმაგი ზრდაა და უპრეცედენტო ევროკავშირის უახლესი ისტორიის განმავლობაში. კერძოდ 131 მილიარდი euро განკუთვნილი იქნება სამხედრო შესაძლებლობების ზრდაზე. 71 მილიარდი euро კი წევრ ქვეყნებს შორის სამხედრო მობილობის უზრუნველყოფაზე. აქ არ უნდა აგვერიოს ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ევროკავშირის ბიუჯეტში გაწერილი თავდაცვის ხარჯები არ უდრის მთლიან ევროპულ სამხედრო ხარჯებს. 2026 წლისთვის ევროპული ქვეყნების სამხედრო ხარჯები 450 მილიარდ ევროს გადააჭარბებს და ეს წელი ამ მხრივაც რეკორდული იქნება. ანუ ყველა მიმართულებით. იქნება ის ევროკავშირის საერთო ბიუჯეტი, თუ ცალკეული ქვეყნების ბიუჯეტები, საომარი ხარჯები გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. ისტორიული კანონზომიერება გვკარნახობს, რომ თუ საომარი ხარჯები უსასრულოდ იზრდება, ადრე თუ გვიან დიდი ომი მოხდება. მთელი უბედურება იმაშია, რომ ევრომარიონეტები ამ ომს მიზანმიმართულად ირჩევენ. ბიუჯეტიდან დაწყებული, მათი ქმედებებით დამთავრებული. მათი ქმედებები კი ბევრ ევროპელში ბადებს კითხვის ნიშნებს. ევროკომისია გაშმაგებული ტემპით ცდილობს ბიუჯეტის მიღებას წლის ბოლომდე, რაც არ უნდა მოხდეს. შემდეგი წლის გაზაფხულზე საფრანგეთში უმნიშვნელოვანესი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, სადაც არის მოლოდინი, რომ პოლიტიკური კლიმატი ისე შეიცვლება, რომ ევროკრატია შეიძლება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება გაუჭირდეს. ამას ურსულა ფონ დერ ლაიენიც ხვდება, მანფრედ ვებერიც და ამიტომ ცდილობენ, რომ ეს ბიუჯეტი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაამტკიცონ. ჯორდან ბარდელამ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ახალი ბიუჯეტი გააკრიტიკა და ევრობიუროკრატების სიფრთხილის უგულებელყოფაში დაადანაშაულა. დღეს განვიხილავთ იმას, რაც ყველაზე გამჭირვალე პოლიტიკური ტექსტი უნდა იყოს. ევროკავშირის მომდევნო 7 წლის ბიუჯეტს. თითოეულ გადასახადის გადამხდელს უნდა შეეძლოს თვალი ადევნოს იმ დისკუსიებს, რომლებიც დღეს გვაქვს, რადგან ეს პირდაპირ ეხება მათ გადასახადებს და იმას, თუ როგორ დაიხარჯება მათი ფული. არსებითად ეს ეხება მათ მომავალს, რადგან ევროკავშირი მხოლოდ ციფრების საკითხი არ არის. ეს არის ხედვა და ეს ეხება იმას, თუ რა დგას პოლიტიკური პროექტის მიღმა, რაც დღეს გარკვეულ შეშფოთებას იწვევს.
გამოყენებული მეთოდის გამო როგორ შეიძლება არ აღშფოთდე. როდესაც გამოიყენება ასეთი მეთოდები ევროკავშირის ბიუჯეტის უზრუნველსაყოფად საფრანგეთის არჩევნებამდე, რომელიც მომავალ გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს, რაც ეწინააღმდეგება ვადების ჩვეულებრივ ლოგიკას და მიზნად ისახავს საფრანგეთის რესპუბლიკის მომავალი პრეზიდენტისთვის ხელების გადაგრეხას. ეს ასევე შეშფოთებას იწვევს იმ თანხების გამო, რომლებზეც ვსაუბრობთ. თითქმის 2 ტრილიონი ევრო. უზარმაზარი ზრდა. ეს არის სიფრთხილის უგულებელყოფა და ეს უპრეცედენტოა. პოლიტიკოს ინფორმაციით ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით, რამდენიმე მთავარი ევროპული ქვეყანა, ვინც ევროკავშირის ბიუჯეტში მთავარი დონორები არიან, წუწუნებენ, რომ ისინი უფრო მეც ხარჯავენ, ვიდრე იღებენ. გაჟღერდა ინფორმაცია, რომ დიდი ქვეყნების წარმომადგენლები შეიძლება გამოვიდნენ მოლაპარაკების პროცესიდან. თუ სხვა ქვეყნები არ დათანხმდებიანო ბიუჯეტი შემცირდეს. ეს სავსებით ლოგიკური იქნება. როგორც სიუჟეტის დასაწყისში აღნიშნეთ, გერმანია მიახლოებით ევროკავშირის ბიუჯეტის მეოთხედ სავსებს. თვითონ გერმანიის ეკონომიკა კი ამჟამად სტაგნაციის ყველაზე ხანგრძლივ პერიოდს გადის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. გერმანიის ეკონომიკა უკვე მე რამდენი წელია ვერ იზრდება, ან თუ იზრდება, ზრდა 1%-ს არ ცდება. არც მიმდინარე წელია გამონაკლისი. გამოდის, რომ ევროკავშირის ახალ ბიუჯეტში გერმანიამ 500 მილიარდი ევრო უნდა შეიტანოს, რაც კოლოსალური თანხაა. გასულ წელს მაგალითად გერმანიის ბიუჯეტიდან ევროკავშირში 30 მილიარდი ევრო წავიდა. სანაცვლოდ კი მხოლოდ 13 მილიარდი ევრო დაუბრუნდათ. ისიც ძირითადად სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიების სახით. ტენდენცია ნათელია. გერმანელი გადასახადის გადამხდელები და გერმანიის მოქალაქეები ევროკავშირის ახალი ბიუჯეტის შედგენის შედეგად თავარი დაზარალებულები იქნებიან. ისევე როგორც საფრანგეთის მოქალაქეები, რადგანაც ფრანგული ეკონომიკა გერმანული შემდეგ ევროკავშირის მეორე ეკონომიკა. მათ გარდა მთლიანი ევროპული მასშტაბით არის ერთი კლასი, ვინც ევროკავშირმა საკუთარი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებებით ძალიან დააზიანა. ეს ევროპელი ფერმერები არიან. აგრარული სექტორის დაფინანსება ყოველ შემდეგ ჯერზე ევროკავშირში სულ მცირდება. თუ წინა ბიუჯეტში სასოფლო-სამეურნეო სექტორზე 385 მილიარდი ევრო იყო გათვალისწინებული, ახალ ბიუჯეტში მხოლოდ 300 მილიარდი ევრო იქნება გამოყოფილი. ამას ემატება სამხრეთ ამერიკის მერკუსორის ქვეყნებთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რამაც ევროპელი ფერმერები არაკონკურენტუნარიან მდგომარეობაში ჩააგდო. ევროკავშირის ბიუჯეტის ისტორიულ ევოლუციას რომ გადავხედოთ, რამდენიმე ათეული წლის წინ ბიუჯეტის 60-70% სწორედ აგრარულ სექტორზე მოდიოდა. ახლა კი ამის წილი წლიდან წლამდე მცირდება. ეს ბიუჯეტი ამ სახით თუ დამტკიცდება, არ უნდა გაგვიკვირდეს ევროპელი ფერმერების მასიური გამოსვლების სხვადასხვა ქვეყნების მასშტაბით. გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული ბიუჯეტი ღიად გააკრიტიკა. მას ზედმეტად გაბერილი უწოდა და ციფრების შემცირება მოითხოვა. მერცის მთავრობა ევროკავშირის ახალი ბიუჯეტის საგრძნობი შეკვეცის მომხრეა ყველა მიმართულებით. ოფიციალური ბერლინი თავდაცვის და კონკურენტუნარიანობის ხარჯების პრიორიტეტიზაციის მომხრეა. ამავდროულად სოფლის მეურნეობისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის და სოციალური პროგრამებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტის შეკვეცის ინიციატივით გამოდის. ევროკავშირი ახალი ბიუჯეტის ფარგლებში ვერ აგვარებს უმწვავეს პრობლემას, ენერგოკრიზისს და ეკონომიკურ რეცესიას. ორივე ერთმანეთზე დამოკიდებულია და პირდაპირ პროპორციულია. ევროკავშირი ენერგომატარებლების 57%-ის იმპორტს ახდენს და ის ძალიან მოწყვლადია ნებისმიერი რეგიონული ომის თუ კონფლიქტის შემთხვევაში. ჯერ რუსეთ-უკრაინის ომმა გამოიწვია ენერგოკრიზისის პირველი ტალღა. შემდეგ კი ირანის ომმა კიდევ უფრო დაამძიმა ევროკავშირის მდგომარეობა. ამის მაგივრად ყველა მიმართულებით საომარი ხარჯები იზრდება. ცალკე ევროკავშირის ბიუჯეტში, ცალკე წევრი ქვეყნების ბიუჯეტში militarizatsiას უდიდესი ადგილი უკავია. ასევე ნატოს ახალი პოლიტიკის ფარგლებში წევრ ქვეყნებს ავალდებულებენ თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე გაზარდონ. იმის მიუხედავად, რომ ამას ყველა ქვეყანა დაითანხმა ესპანეთის გარდა, ჯერ ვერავინ ვერ ახერხებს თავდაცვის ხარჯების ამხელაზრდას. ყველაზე დიდი ნახტომი პოლონეთმა გააკეთა და ის ამჟამად თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 4.5%-ს ხარჯავს. ევროპული militarizაციის პრობლემა ისაა, რომ ფინანსური ნაკადის დიდი ნაწილი საზღვარგარეთ მიემართება, ხოლო ევროპაში რაც რჩება, ის იქაური ეკონომიკის სტიმულირებას ვერ ახდენს, რაც ევროკავშირს ძალიან შიგდება. როდესაც ყოველწლიურად ასეთი ციფრები გვაქვს, ეს იქნება მასშტაბური სამხედრო აღმშენებლობა. რა თქმა უნდა, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ამ დანახარჯების უმეტესი ნაწილი საზღვარგარეთ გადის. შესაბამისად, ეფექტი შიდა ეკონომიკაზე, განსაკუთრებით ევროპაში, ცოტათი უფრო მცირეა, ვიდრე ამას ციფრები აჩვენებს. ეს იმიტომ ხდება, რომ პირველ რიგში სამხედრო დანახარჯებს დაბალი ფისკალური მულტიპლიკატორი აქვს, რაც ნიშნავს, რომ თავდაცვაზე დახარჯული $1 ეკონომიკაში $1 ნაკლებს აგენერირებს. და მეორე, Oxford Economics-ის ბოლო ანგარიშის თანახმად, იმის თითქმის 40%, რასაც ევროპა თავდაცვაზე ხარჯავს, ფაქტობრივად იმპორტირებული იყო. ძირითადად აღჭურვილობის ამერიკის შეერთებული შტატებიდან შესყიდვის სახით. ევროკავშირში კიდევ ერთი მასშტაბური გადაიარაღების 800 მილიარდი ევროს ოდენობის პროგრამა ჩაეშვა, სადაც ასევე წევრი ქვეყნების ფული, ევროკავშირის მიერ აღებული კრედიტი და კერძო სექტორის კაპიტალია. ევროპაში სადაც არ გავიხედავთ, ყველგან ომისთვის მზადება მიდის, მაგრამ ეს ყველაფერი იმის ხარჯზე ხდება, რომ ევროკრატია მომავალ თაობებს კეთილდღეობას პარავს. ქვეყნის მოქალაქეების ეკონომიკურ ტვირთს კიდევ უფრო ამძიმებს და
ამის შედეგად ევროგაერთიანებაში ერთი პრობლემა მძვინვარებს ჭარბოვალიანობა. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ერთიანმა ვალმა უკვე 15 ტრილიონ 700 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც ევროზონის მთლიანი შიდა პროდუქტის 82.9%-ია. ჭარბოვალიანობას კი სერიოზული ეკონომიკური კრიზისის პროვოცირება შეუძლია, მაგრამ Deep State-ის ევრომარიონეტები ამაზე არ ფიქრობენ. მათთვის მთავარი ისაა, რომ სანამ მათ ძალაუფლება გააჩნიათ, ისეთი გადაწყვეტილებები მიიღონ, რომ მომავალ თაობებს და ახალ მთავრობებს ხელები შეუკრან და ისინი არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის პოლიტიკის ტყვეობაში დატოვონ. შვებულების შემდეგ დაბრუნებულ ევროკრატებს ბიუჯეტზე ბევრი სამსჯელო ექნებათ. დიდი ალბათობით, ახალი გამოწვევებით შეიძლება გაჩნდეს და ახალი უთანხმოებებიც. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირში ბიუჯეტის საკითხი არ არის ერთადერთი, რაზეც შიდა უთანხმოება არსებობს. ასეთი თემები კიდევ ბევრია და მათ შორის არის ანტირუსული სანქციებიც. ბრიუსელის ბიუროკრატიას უკვე მოუწია აღიარება, რომ სანქციების საკითხზე შეთანხმების მიღწევა ორბანის თანამდებობიდან წასვლამ კიდევ უფრო გაართულა, რადგან თუ აქამდე მხოლოდ ორბანი უწევდა წინააღმდეგობას სანქციების პაკეტებს, ორბანის წასვლის შემდეგ უკვე სხვა ქვეყნებსაც მოუწიათ ხმის ამოღება, რამაც გაერთიანების შიგნით არსებული წინააღმდეგობა კიდევ უფრო გამოაჩინა. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. დროებით.